პირველ რიგში ყოველთვის და ყველგან თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, მხნეობა და რაც ახლა უყურებთ, ეს არის კარგად იყო აღნიშნული რუსული სახელმძღვანელოს ახალი გვერდები, მაგრამ მე ესე უყურებ მაინც რა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებს. ჩვენ ამაში ძლიერდებით. ჩვენ ნახეთ დაკავებული კოცები, ხო? ნახეთ როგორ მარტივად ყიდიან ერთმანეთს რა. და ხედავთ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ერთმანეთის გვერდით ისეთ განან. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ადამიანს შეუძლია ცხოვრებაში გააკეთოს, მე ესე მგონია, იზრუნოს სხვა ადამიანზე რა და ზრუნვის ისეთი მასტერკლასი იდება ბოლო პერიოდში, რომ აი ესე უყურებ რა, ძლიერდებით, ანუ არავის აღარაფერი აღარ უკვირს. იმიტომ რომ ეს თამასა აწიეს იმ რეჟიმის ტყვეებმა, რომლებიც არ გაურიგდნენ რეჟიმს და უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე არიან ტყვეობაში და ძალიან ღირსეულად დგანან. ამის მერე ხდება ის, რომ საზოგადოება ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, ერთმანეთს იცნობენ და ერთად გადიან წნეხს. ამაზე მაგრა საზოგადოებას ვერ შეკრავს ვერაფერი. მე ესე მგონი, უსამართლობის წინააღმდეგ ერთად გადიან წნეხს. შესაბამისად, მე ამას უყურებ ისე, რომ ეს არის სახადი, რომელიც უნდა მოვიხადოთ და აი ამ პროცესში ჩვენ ვიმუშავებთ იმუნიტეტს. კი, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მისი საპატიმროში მოხვედრა 1 საათით, 1 დღით, 1 თვით არ აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო მეტია, უფრო რთულდება, მაგრამ რეუს ყველაფერს, ხო? ოჯახის წევრები ნერვიულობენ, ბავშვებს ან უმალავენ, ან პირდაპირ ეუბნებიან და ამასთან უწევს ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს აერთიანებთ და აძლიერებთ, გვაერთიანებს და გვაძლიერებს.